როცა გამოდიხარ ამ დიდ თებს და შორიდან უყურებ რა გზა გამოიარე ეს ცალკე შოკში გაგდებს ჯერ არაფერი გადაგვიღია და უკვე ყველაზე მაგარი მე მიღებ კაცო ყაზბეგში არ ნახო ბიჭო სად დადიხარო მეთქი არის კაი ხარი არა ყოფილიყო გაუფილტრავია ხო ხო აბა აი ხო კარჩავ რუჟინად ვოყარ აი ლოკოკინას ქვია ჩვენთან ლიფოჩკინა ლიფოჩკინა რა საყვარელი ზაღელები კოღოს ქვია ბუკაკა ბუკაკა სამი სახეობით ამაყობენ ცხენი, ძაღლი და ცხრით რა ძირითადი საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექციით გამოიყვანეს და დღეს უკვე გვაქვს საქართველოში ერთ-ერთი კარგი ჯიში ცხვრის თუშური ჯიშის ცხვარი და თუშებს ჰქონდათ ესეთი ძალიან კარგი ჰუმანური კანონი რაც არ უნდა დანაშაული ქონოდა თუშს სიკვდილი და ჟარ არსებობდა ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო თემიდან მოკვეთა საინტერესო ისტორია აქვს და თან გარემოში მარტო დგას თუ დააკვირდით მიექცეთ ყურადღება მონათესავე არავინ აკავს და თან როკსტარს გავს მე ვარ ფერმერი ახალ მე-14 სეზონს ხსნის მოგზაურობა რომელსაც ვიწყებთ განსხვავებულია მას სწორედ იქ მივყავართ სადაც აქამდე ჯერ არ ვყოფილვართ ეს არის ადგილი სადაც ადამიანები ისტორიები და ტრადიციები საუკუნეებს ითვლის ბათუმიდან 14 საათი ვიარეთ უწყვეტად რთული მაგრამ საოცრად შთამბეჭდავი გზა გზა რომელსაც მივყავართ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს თითქოს მიუწვდომელ მხარეში წინ 3 ეპიზოდი გელოდებათ და დიდი აღმოჩენები თუშური ცხვარი ცხენი და ქართული მეცხვარე ძაღლი ჯიში რომლის პოპულაციაზეც ენთუზიასტთა ჯგუფი მუშაობს სწორედ მათი ინიციატივით და დახმარებით აღმოჩნდით ამ ზღაპრულ სამყაროში პირველი გაჩერება რთული გზის ყველაზე მაღალი წერტილია აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2850 მეტრი სწორედ ამ სიმაღლეზე გვხვდებათ დაჯის კაფე ადგილი სადაც თუშეთში მიმავალ გზაზე დაღლილი მგზავრი პირველ შვებას იგრძნობს აქ მთების უსასრულო სილამაზის ფონზე გიმასპინძლებთ თავად დაჯი თუში გოგონა რომელმაც უღელტეხილზე საკუთარი ისტორია და სითბო გააჩინა შენაკოში გამეჭავა ამ გზაზე შემხვდავდა გზაზე შემხვდავდა ბატონო იმასთან რატო უკაიდე იმე შეხვდები ხო აბა ჩაგაყერი ამოვედი შენ ხარ აქ გამგებელი კურდიც და პოლიციის უბრალოდ და ყველაფერი ეგრე ვიცი მომნათლა ყველა და არ მეუნებოდა თუშურია მარტო სპანერი გემო ნახარად ყურადღება აუ შესანიშნავია წყინვალეა მართლა შეგერდოს ჩემო ძალიან დიდი მადლობა აი დაგიჯერეთ და ესეთ გემრიელ ყავას ვერ დალებთ თუშეთში ჩემო კარგო ეს შანსი არ დაუშვა ხელიდან გახსოვს რო შეკპირდი ეს იქნება ყველაზე მაგარი გადაცემა მეთქი უკვე ხო არის ყველაზე მაგარი ჯერ არაფერი გადაგვიღია და უკვე ყველაზე მაგარი მე მიღებ კაცო ჩვენ რაღაც ეტაპზე ინააღდები ხარ? ყაზბეგში არ ნახო ბიჭო სად დადიხარო მეთქი არის კაი ხარი არა ყოფილიყო არა არ ცხოვრობ თქვენ ყაზბეგში? არა მე თბილისში დავიბადე გავიზარდე და ასფალტის მოხევე ვარ ასფალტი იქ ხო ასფალტი ესეთი არა უშავს არა სულს არ არის ძირითადად ეხა რა თრუსოს ხეობა და იქით არ მომბობ კაცო მე ვამბობ სიონი და სტეფანწმინდას ეგრე კი გერგეც ის კიტრასაა თუშეთში დათო ბუქოიძესთან მეგობრობთ ერთი ჯგუფი ვართ ჩვენ და ჯგუფის და საქმის გარდა ეს ძმაკაცები ვარ და წამოდიო ნამდვილი საქართველოს გარახო და წელს ვნახე აი ოღონდ თოვლი იყო გაჭრილი აი ეს აი 5 მეტრი კი ვა და ეხლა დაუბრუნდი და ეხლა ზუსტად ხვდებით თქვენ ემოციებს გზა და გზა თქვენ ხო ისე გველაპარაკეთ მთელი გზა რომ აი კაი გამოცდი კაი ნაცხოვრები თუშეთში ესე მეგონა მაგრამ ისე პირველივე ნახვიდან უკვე იწევს ამ ემოციებს რომ იწევს და მე თვითონ ყაზბეგიდან სოფელ სიონიდან და ეხლა მთა ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ თები თუ სადმე გამაყვირვებ და ნამდვილად არ მეგონა რაც უფრო მაღლა მოდიხარ და თითქოს იზრდება საფრთხეც და უფრო გრძნობ ხო უფრო მშვიდად ხო არ ვიცი იმიტომ რომ ვერ
კონცენტრირდები შიშზე და ამ ემოციებზე და რაღაცა რაც მოგდის ამ დროს ადამიანური ყველაფრისგან იცლები და აი ეს სილამაზე რაც არის რამდენჯერმე თქვით რომ ეს ხوار გვეჩვენება ხელოვნური ინტელექტი და მივეჩვენეთ ხელოვნური ინტელექტი ხوار რა ხდება იმიტომ არაბუნებკი დავახატინეთ თქვენთვის დამუშავებული აი მართლა რა რასაც ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს აი ისეთი მინდვრები, ფერდობები, კლდეები, მთები საოცრებად და მე როცა გამოდიხარ ამ დიდ როგორი აჟიტირებული ვარ მაპატეთ როცა გამოდიხარ ამ დიდ თებს და შორიდან უყურებ რა გზა გამოიარე ეს ცალკე შოქში გაგდებს რომ 15 წუთის წინ რაღაც იმ კლდეზე აი ეს ვერტიკალურ კლდეზე რაღაცა ძალიან მშვიდად ნეტარად მოდიოდა და იმას თუ დააკვირდით მძღოლები როგორ უთმობენ ერთმანეთს გზას ზუსტად იციან იქ რომ ვიწროვდება გზა სადღაც წინასწარ ჩერდები გატარებენ ერთმანეთს ესალმები ყველა აქ არის ერთმანეთის ახლობელი რა სულ რო უცხო ადამიანი მოდიოდეს ხევსურეთში ვიყავი 2 წლის წინ ზუსტად და აქ ესეთი ის გვაქვს ჩვენ ტრადიცია ასე ვთქვათ უცხოა თუ შინაური არ აქვს მნიშვნელობა წაუსიგნალებ ან მიესალმები ყოველთვის ხდება ეს აი არ არსებობს ვიღაცა ისე გაქცდეს და ეს ერთმანეთთან იმდენად ანუ ერთმანეთს იმდენად ეხმარებიან რაღაც რო გიჭირს არ გიჭირს მოდის და იკითხება მაგრამ ხო არ გიჭირს გზაზე ეს ჩვენ გვაქვს და ეს ძამახარებს თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია შენაქო, სოფელი რომელიც თავისი სახით დღესაც ინახავს საუკუნეების წინანდელ თუშურ ყოფას. აქ ყოველი ქვა, კოშკი და ძველი სახლი მოგიყვებათ ამბავს წინაპრების ძალასა და თავგანწირვაზე. შენაქო ერთგვარი ცოცხალი მუზეუმია. სწორედ აქ გავიცანით ჩვენი მასპინძელი, დათო, თუშეთის მკვიდრი, რომლის ოჯახიც ზამთარშიც კი არტოვებს აქაურობას. დათო თუშურ ალუდზე გვიყვება, სასმელზე, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამ მხარის ტრადიციებში. ესე ჩენია? არა, მოზობლები არა ჩვენია. თაფლია? როგორი არომატია. ასეთ? გაუფილტრავია, ხო? ხო, აი ახლა ხარშავ, გუჟიდაც მოვხარშავ. რაღაცას მეტი სიტკბო აქვს თან? ხო, ანუ ეს ახლა ბოლომდე არ არის. დადუღებული რა ევეთ. ვა, ძალიან კაია. თანაბარია. სირენაძა. ეს აბა ამოხედავანი ეს ყანა. ეს რა? თავში. თქვენ როგორც მეღვინე რა სიტყვით ალუდზე? შური ფიქსაცია. ვა, გაიჭიტი. აი, ლუდია რა ფაქტიურად. ტრადიციული თის ლუდი. კევია. აქ აყენებენ ამას ისეთ ხარშავე რომ აი წმინდავენ ბოლომდე და გაზი მეტი აქ. ამა დღეობებზე აკეთებენ აქ ძირითადად ეხლა და სუფრის ის არის სასმელი ამწყალობებენ ამას. შეგვეწიოს აბა. ადი. აი. ხო, აი ეს მოგო. კაცინია. საქვაბეს ვიძახით, სადაც დაერწილი ლუდი და დღეობისთვის აქ აი შეხედე როგორი რაღაცა ლუდი რო დამზადდეს პირველ რიგში ხარშავ ფორის წვენს ქვია დარკო. აი როგორც ყურძენს რო დაწურავ და მაჭარია. ლუდის შემთხვევაში წესია რომ პირველს რო იმაზავ ეს არის ის რა ქვია დარკო. ტკბილი წვენი სამ დადუღდება. ეს ტკბილი წვენი რომ იქ ხომ მოიხარშება ფორი. მე ამოიღებ და ის მასა რა ხო უნდა გაიწუროს ხაკის მეშოკებში გაწურავენ აქ დაკიდებენ ამას ამოატრელებენ და შიგ ჩაიწურებენ მე რაკიდან ამოიღებენ სუფთა წვენს და გადაიტანენ დასადუღებლად დარკო დადუღდება ერთი კვირა უნდა მინიმუმ და მე გახდება ალუდი
თუშების ძირითადი სასმელი იყო ყოველთვის ეს. ახლა რამდენად არის ამ ალუდის მიღების ხარშვის? კი, აი წეგან ქალბატონი ეზოში ხარშა და არიან ოჯახები, რომელიც თავისთვისაც ხარშავენ და დღესასწაულზე ყველა სოფელში აუცილებელია, ამის გარეშე არ არსებობს. და ვისაც შეხვდება აი აქ გუშინ გითხარი ჩემ ბიძაშვილზე, ამერიკიდან ჩამოვიდა სპეციალურად და კიდე ჩემ სოფელში მოსკოვში ცხოვრობდა ბიჭი 15 წელი არ იყო ნამყოფი საერთოდ. 15 წლის წინაც რამოდენიმე დღით სტუმრად იყო ჩამოსული, ამ სოფლელი იყო. და დაურეკეს და უთხრეს რომ შენი ჯერიაო. ანუ სოფელს გაუძღო შულტაობას ვიძახით, შულტაობა შეგვხდაო და ერთი არ უფიქრიან გადაევადებინა ან რაღაცა ჩამოვიდა, ჩაატარა ეს ტრადიცია და მე დაბრუნდა და მეორე შემთხვევა ესეთი. და ეს მონაცვლეობით უწევს ხოლმე სოფლის მაცხოვრებლებს. კი, წილნაყარია, რომელიღაც წლამდე მთელი სოფლის, ეხლა როგორ არის, აი ხო აკლდება კიდევაც სოფელს ცხოვრება ესეთი მოხუცები მიდიან, ახალგაზრდები ზდებიან, ანუ ცალკე ოჯახებად ემატებიან შემდგომ და ანუ ყველამ რომ მონაწილეობა მიიღოს და არ გამორჩეს, წილყრა ხდება რამდენიღაცა წელიწადში ერთხელ. ჩვენ სოფლის დიდი სოფელი როა 10 შულტაა წელი, ანუ ყოველ წელს 10 კაცია. ხო და ეს დიდი პატივია რა ყველათვისაც და ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად მოუწევს. არ გამორჩეს და ეს გააკეთოს. ძალიან საამაყოა, ძალიან. კი, ჩვენ ძალიან გვიხარია და არ იკარგება და არ კარგავენ ჩვენი კუთხის წარმომადგენლები ამ ტრადიციებს. თუშეთში ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა. აქ თითოეული დღე ბუნებასთან ბრძოლაა. ზამთარი ყველაზე დიდი გამოცდაა. თოვლი ზოგჯერ თვეობით წყვეტს სოფელს სამყაროსგან. გზები იკეტება და ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ძალა და სითბო რჩებათ. თუშეთში წესები და რიტუალები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ოჯახი, სტუმრის მიღება, ალუდის ხარშვა, ფარის გარშემო შეკრება. აქ ადამიანები კვლავ ინარჩუნებენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია, ერთგულებას, სიძლიერეს და წესებს. ზაფხულში ფაქტიურად ყველა ოჯახში ამოდიან. გამარჯობათ. გამარჯობა. მერე შემაიხლა უკვე ნელა წავა ხალხი. დაიცლება სოფელი დარჩება მარტო ის ხალხი ვინც ზამთარში მოზამთრე იქნება ან გვიანობამდე არიან და მერე ძალიან ადრე ამოდიან. ცოტანი არიან ძალიან ვინც ზამთარშიც აქ რჩება. 3 ადამიანი ფაქტიურად. მთელ სოფელში. მთელ სოფელში. სამწუხაროდ მეტი არავინ არ რჩება ზამთარში. როგორია ამ 3 ადამიანის ცხოვრება? რა თქმა უნდა რთულია. გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. ერთადერთი ტრანსპორტი ვერტფრენია და ვერტფრენს უცდიან ხოლმე. მესაზღვრების რეისები კეთდება კვირაში ერთხელ და ეხმარებიან მოსახლეობას ყველაფერში. ესეთი ვიწრო ქუჩები, ასე თქვა, ჩვენ ამას ხურხევას ვეძახით. ანუ ქართული ანბაინდან ეს ამოღებულია ფხ და შესაბამისად ხურხევად გადაკეთდა ალბათ უკვე ახლა, მაგრამ ჩვენ საუბარში, ჩვენი კუთხის დიალექტზე მაინც ვიყენებთ იმ ძველ ანბანში არსებულ ასოებს და ამიტომ გამოითქმის ცოტა განსხვავებულად. ისევ განსხვავებულია კალიას მაგალითად ჩვენ ვეძახით ჭილტას. ჭილტა? ხო. ჭილტა უხდება უფრო. გამოხატავს კალიის ხასიათს. აი ლოკოკინას ქვია ჩვენთან ლიფოჩკინა. ლიფოჩკინა. რა საყვარელი ზაღელებია. კოღოს ქვია ბუკაკა. ბუკაკა. რა მაგარი. ეს განსხვავებული ცარის. აჰა. ეს არის ადგილი საფიხვნო. ერქვა დღეს უკვე შეიცვალა როგორც ბევრმა სხვა სახელმა ბეხვნეს ეძახიან. საფიხვნო იყო ეს სადაც საჭირბოროტო საკითხების სოფლის თემის ოჯახების წდებოდა, იკრიბებოდნენ. იმ ადგილზე მამაკაცები და ქალის შესვლა მაშინ იქ არ შეიძლებოდა სალოცავის ადგილში შესვლაზეა საუბარი და დღეს შეიცვალა ეს ყველაფერი და აქ ახალგაზრდები საღამოთ იკრიბებიან, კოცონს ანთებენ. ღერიან გარმუზე, ფანდურზე, ჩონგურზე და ერთოვიან საღამოობით. აი შენობაში ის არის. მეგობარი.
რამდენი სოფელია თუშეთში? აი სულ სოფელი და ნაბოსლარი რომ მოვთვალოთ, ნასოფლარი რა. რომ მოვთვალოთ, გამოდის 60-ზე ცოტა მეტი. მაგრამ ზოგი ისეთი ნასოფლარია გამხდარი უკვე რომ აღარც ახსოვთ რომ იქ იყო სოფელი. ვა. და აი დასახლებუსაც ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს ან ჩადის ხოლმე ეგეთი სოფელი. ანუ იმდენად მალე იცვლება ყოველწლიურად ეს სიტუაცია თუშეთში, რომ აი ეს მიგრაცია ხდება ძალიან ბევრი საზღვარგარეთ მიდის და შეიძლება გუშინ სოფელში 30 ოჯახი იყო და წელს უკვე აი ერთი წლის განმავლობაში ან რაღაც შეიცვალა გიგონდა საერთოდ აღარავინ აღარ ამოვიდეს იმ სოფელში. ეს ცოტა ისეთი სათქმელია. და თქვენი ოჯახი არის დათო, ვინც რჩება აქ ზამთარშიც? კი, ჩემი მშობლები არიან, რომლებიც უკვე 76 წლიდან ცხოვრობენ თუშეთში, ზამთარ-ზაფხულს მოსახლეობით. ბევრი რამ მაინტერესებს თუშურ ტრადიციებზე და პირველად დავიწყებ ამ კითხვით, თქვენთვის რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია? ტრადიციის რა გითხრათ, მაგრამ ჩემი კუთხის ყველაზე მეტად რაც მიემაყება, ეს არის ძველად როცა კანონები, თემური კანონები იყო და ხალხი ანუ ხუცესები წყვეტდნენ. თუშებს ჰქონდათ ესეთი ძალიან კარგი ჰუმანური კანონი. რაც არ უნდა დანაშაული ქონოდა თუშს, სიკვდილი დასჯა არ არსებობდა. ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო თემიდან მოკვეთა. და იმ მოკვეთილ ადამიანსაც კი მერე წლების მერე თავის ცხოვრებიდან გამომდინარე შეეძლო ისე ეცხოვრა, რომ თემისთვის ეთხოვნა, რომ დაბრუნებულიყო და შესაძლებელი იყო, რომ დაბრუნებულიყო. ეს რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ის იმ მომენტში ალბათ სიკვდილზე უარესი იყო, როცა ალბათ ესე თulinnen, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცი, აი როცა სიკვდილი დასჯას გამოიტან ადამიანის მიმართ, ფაქტიურად შენც უკვე დამნაშავე ხდები და მონაწილე ხდები და ამას არ უშვებდნენ თუშები. იმ ძველ დროში ისე ფიქრობდნენ და ძალიან სწორადაც ფიქრობდნენ, რომ თვითონაც დამნაშავე არ გამხდარიყვნენ როგორც ის. ანუ პირიქით მას აძლევდნენ საშუალებას, ჯიდნენ კიდევაც და თან საშუალებას აძლევდნენ მოენანიებია და გამოსწორებული იყო როგორც ადამიანის შემდგარი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ახლა რასაც ხედავთ, ეს არის სრული სოფლის მესამედი დარჩენილი. მთის სტანდარტით ეს ძალიან დიდი სოფელია. ხო და აი რო დავაკვირდეთ მდებარეობაც როგორც სოფლისთვის ადამიანის მეურნეობის გაძღოლის კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესო განლაგება აქვს როგორც სოფელს. იგივე სახნავისთვის, სათიბისთვის. სოფლის მეურნეობის რა მიმართულებებს მისდევდნენ აქ მესაქონლეობა, ხო? მეცხვარეობა. და ცხვართან არსებული რაც იყო, ეხლა ცხვარიც აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადად გავრცელებული თუშური ჯიში ცხვარი და ესეც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ღრმად იყვნენ ჩახედული ამ საკითხში თუშები და მიყვებოდნენ ამ საქმიანობას და საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექციით გამოიყვანეს და დღეს უკვე გვაქვს საქართველოში ერთ-ერთი კარგი ჯიში ცხვრის, თუშური ჯიშის ცხვარი და ასევე მასთან მარტო ცხვარი არ იქნებოდა და არც არის. ასევე არის ერთ-ერთი ჯიში რამოდენიმე ჯიში საქართველოს ჯიშებიდან დღეს რაც შემორჩენილია ფაქტიურად ძალიან მცირე რაოდენობით მეგრული ჯიშის ცხენი და ასევე თუშური ჯიშის ცხენი. თუშური ჯიშის ცხენი ფაქტიურად გადარჩენილია და ხელშეწყობა უნდა რომ არ გაქრეს ესეც რა. ამის ფაფარი მოჭრილია, ხო? კი, გაკრეჭილი ქვია მაგას. იკრეჭება მოზარდი ერთი წლის რო გახდება, ორი წლის რო გახდება, პირველ წლებში ძუასაც და ფაფარსაც კრიჭავენ რო უშლის ზრდაში. და ის არის რა ქვია. მერე უკეთესიც ამოვა თან. და თან როკსტარს გავს. ვიცი რომ თუშები არანაკლებ ამაყობენ აი ამ თუშური ცხენის ჯიშით და რით არის გამორჩეული?
თუშები კი ნამდვილად ამაყობენ სამი სახეობით ამაყობენ ცხენით, ძაღლით და ცხრით რა ძირითადი რაც გამოიყოფა რა იმიტომ რომ ერთმანეთზეა ეს გადაჭაჭული მეცხვარეს ტვირთის ტარება ჭირდება დიდად მანძილებზე გადაადგილება ამისთვის ცხენი ეხმარება და ასევე ჭირდება ფარას დაცვა დაცებელი ცხოველისგან და ქურდისგან და ამან შეხმარება კიდე მეცხვარი ძაღლი და ეს სამი ბუნების საჩუქარი თუშებისთვის ძალიან ძვირფასია და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული თუშური ჯიშის ცხენი რომელიც ქართველების არა მარტო თუშების როგორც კუთხის არამედ მთლიან ქვეყნისთვის საამაყო უნდა იყოს იმიტომ რომ ცალკე ჯიშია და არის ქვეყნები და აერები რომელსაც არ ყავთ და ხელოვნურად გამოყავთ ჩვენ ყავს და კარგი იქნება უფრო ხელი შეუწყოთ ამ ჯიშის გადარჩენას და არა მარტო ამას ასევე მეგრული ჯიშის გადარჩენასაც რა ეს ორი ჯიში ქვეყნისთვის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ჭირდება ყურადღება და გადარჩენა ასე თუ ისე ეს მეცხვარეობა ცხოვრების წესმა თუშეთში თუშური ჯიშის ცხენი მოიყვანა დღემდე მოიტანა და შენარჩუნდა ამ კუთხით გვაქვს საშუალება რომ შეირჩეს სწორად თავისი მონაცემებით თუ როგორი უნდა იყოს ვიზუალურად თუ ხასიათით და ამის მიხედვით სწორი გადარჩევა მოხდეს და ის გარედან შემოსული სხვადასხვა ჯიშებისგან დავიცვათ რომ არ მოხდეს შერევა და აღრევა და რაღაცა სხვა ჰიბრიდი არ მინდა ჯიშად დარჩეს ხო ანუ ვისაუბროთ შევინარჩუნოთ და თუშეთის გარდა სად გვხვდება თუშური ცხენი ძალიან ბევრგან მე მინახია დასავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში თუშური ჯიშის ცხენები შემხვედრია. უნიკალურია ზუსტად მაგით, რომ არანაირი გარემოპირობა ამას არ აშინებს, არც უდაბნო, არც ნახევრად უდაბნო, არც ტროპიკი, არც სიცივე, არც ანუ ჩვენი ცხენები აქ რომელიც ყავს თუშეთში ზამთარ-ზაფხულს საერთოდ არ გადაადგილდებიან, სხვაგან მკვიდრად არიან ის ცხენები საერთოდ ველურ პირობებში არიან მთლიანად. ანუ ზამთარ-ზაფხულს არიან ველურად გარეთ. ვა. ბუნებასთან, როგორც იყვნენ ადრიდანვე, ისე. როგორ მივხვდეთ რომ ცხენი თუშურია, რაღაცა გამოკვეთილი ვიზუალური მახასიათებლები აქვს? კი, ძნელია ეხლა რომ ავხსნა, მაინც შეიძლება გააუჭირდეს ადამიანს, თუ არ იცი, კარგად არ გაქვს შესწავლილი, აქ არის კისრის პროპორციები, ზომები თავის შუბლის თვითონ ფეხებზე ფლოქვების უკანა ფეხების მოყვანილობა მინდაო აი თეთრი ცხენი არის ტიპიური თუშური აი ცირო თეთრი ცხენია აი მაგას რო დააკვირდეთ ცოტა ისეთი კრივია კუნთიანი აგებულება აქვს საშუალო ტანის არის დიდი არ არის ამათ სტანდარტია სადღაც 135 სანტიმეტრის სიმაღლე მინდაოში საშუალოდ. კრივი აგებულების არის, არა აქვს გრძელი ფეხი და იდეალურად არის შეგუებული აი ამ მთაში სიარულსა გადაადგილებას. ერთ-ერთი საუკეთესო საექსპედიციო ჯიშია ალბათ სოფლიოში. აი სადაც ღვთის ტურიზმი არის განვითარებული, ნებისმიერ ქვეყნის დაინტერესება შეიძლება ამ ჯიშის, იმიტომ რომ ერთ-ერთი უნიკალურია იმით, რომ ვიწრო მთის ბილიკებზე დადის გადასარევად. არის ძალიან უსაფრთხო. და პოპულაციის თუნდაც შენარჩუნებისთვის, გადარჩენისთვის რაღაც მსგავსი ამბები არ ხდება? აი ეხლა თუშეთში მაგალითად მეცხვარეობა ცოტა მოიკოჭლა, შემცირდა, ფაქტიურად ცხენსაც დაიმუქრა შემცირება, მაგრამ მოუსწრო ეხლა ტურიზმმა. რაც თუშეთში ძალიან პოპულარულია საცხენოსნო ტურები და ფაქტიურად ამ ცხენის გადარჩენის ერთ-ერთი გზაც გამოჩნდა, იმიტომ რომ საჭიროება გაჩნდა და ალბათ მან საშენის გაკეთება საჭირო იქნება, რომ სუფთა კი აუცილებელია, რომ მოხდეს ამის შენარჩუნება, იმიტომ რომ ბევრი მეტისებია და აი ესე ხალხში მიმოფანტულად ამას მოსახლეობა არ გააკონტროლებს, ვერ გააკონტროლებს და არც იქნება ინტერესი, რომ ის ჯიშად შეინარჩუნოს მისთვის ის არის ინტერესი, რომ ყავდეს ცხენი, შეუსრულოს კონკრეტული სამუშაო და იმის იქით ბევრს არ აინტერესებს. არიან რამოდენიმე გამონაკლისი ჩვენი სახით, ვისაც გვაინტერესებს და გვინდა რომ ჯიში იყოს დაცული და არ მოხდეს ამ სუფთა. ხო, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა
თურქმენები იგივე ახალთექურით ამაყობენ თავისი ჯიში, ერთ-ერთი უნიკალური ჯიშია, რა თქმა უნდა, ეგეც. ასევე არაბული ჯიშის ცხენი გამორჩეული, ლამაზი, ისინიც ამაყობენ და გერმანული იქნება, ინგლისური ან ყველა ამაყობს. ყავთ ზოგმა შექმნა და ჩვენ ყავს და ვიამაყოთ, იმიტომ რომ თან უნიკალურია, გამორჩეულია, კარგია, ანუ ყველანაირად გამოსაყენებელი ჯიში ყავს და ფიქრობ სამუშაო ჩსტარავი გადარჩენას. დათო ყველა მხრიდან ჩანს ეს ალვის ხე. თან ვიცი რომ ძალიან საინტერესო ისტორიას ინახავს. კი, საინტერესო ისტორია აქვს და თან გარემოში მარტო დგას, თუ დააკვირდით, მიაქცეთ ყურადღება. მონათესავე არავინ აყავს, ფიჭვია, რაღაც სხვადასხვა ჯიშები, მაგრამ ეს მარტოა. ამას აქვს ესეთი ისტორია. აი უკან ნაფუძარს ხედავთ, ალბათ იქ სახლი იყო, სადაც ცხოვრობდა თედია იაურიძე, ესეთი პიროვნება, რომელიც იყო კახეთში წასული და გაზაფხულზე აკავდა მეუღლე და დედა დატოვებული და გაზაფხულზე რო ამოვიდა, ფეხით ამოვიდა, რა მაშინ არ იყო მანქანები, ვერტფრენები და ფეხით მოძრაობდა ხალხი. გაზაფხულზე ამოვიდა, ჯოხი ეკავა ხელში, გზაში ჯოხი ჭირდებოდათ, მაშინ ხშირად ყველა ჯოხით დადიოდა, ესეთი საჭიროება იყო და მაშინ კი რა ეხლაც საჭიროა, ხო და ალვის ხის ჯოხი იყო. აქ რომ მოვიდა, მან იყო პატარა წყარო მაგათთვის რა. წყალთან დაღლილმა ჩაარჭო ჯოხი და წყალი დალია და ამ დროს დედამ და მეუღლემ დაინახეს და გამოვიდნენ და ამანაც ყურადღება აღარ მიაქცია ამ ჯოხს და ავიდა სახლში. მიეგება მოიკითხა, დაისვენა, მეორე დღესაც სახლში ეხლა კაცი რო არ იყო მთელი ზამთარი ნამყოფი რაღაც იყო გასაკეთებელი, გადაავიწყდა, მიდგამოდგა საქმეებზე რაღაცებზე. ის დღეც არა, მესამე დღეს წყლის ასავსებად ჩამოვიდა და რო შეხედა გაახსენა თავისი ჯოხი და რო ნახა, პატარა კვირტები ქონდა გამოსული. და ხელი აღარ ახლო და პირიქით მიაქცია ყურადღება და მას მერე დგას და საუკუნეზე მეტია. ისევ მარტო, მაგრამ ძალიან ამაყად და ძალიან ლამაზად. ძალიან ამაყად, ნამდვილად და სხვათა შორის ყველა მხრიდან მართლა საიდანაც მიმოვიხედეთ, ყველა მხრიდან ჩანს და თან ეტყობა რომ ამის უკვე რაღაც დიდი ისტორია დგას რა. აი სადღაც ერთ თვეში უკვე როცა შემოდგომა უფრო ღრმად შემოვა და სიცივეები იქნება ფოთლოვანებს როცა უკვე გაუყვითლდება ფერს 1000-ფრად შეიმოსებას და აი სხვაგან არ მიმიქცევი ყურადღება ალვისხია ჩვეულებრივი მიდიხარ ფოთოლი უხმება ცვიო ეს აი 1000-ფრად არის სხვანაირ გარემოში რო არის რაღაცნაირად თვალს ხვდება უფრო და ძალიან ლამაზი ხდება რა როგორც ხალიჩა ესე არის წარმომიდგენია ახლა ესეთი ლამაზი და ეფექტურია და ყვავილობის დროს ალბათ საერთოდ საოცრება იქნება დაახლოებით 30 მეტრია ჩვენ როგორც თვალით გავზომეთ ხო, ესე იძახიან, ვინც, რა ვიცი, რამოდენიმე მარტო ჩვენი ნათქვამი არ არის, აი 4-5 კაცი გვემოწმებოდა და ყველამ ესე გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს 30 მეტრი. თუშეთი არის ჩემთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა, ის რაც წამიკითხავს მომისმენია სხვებისგან, სიდიადეზე ბევრი რამ ამ მხარის და აქაურობის და აქაური სოფლის და ხალხის გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, აქ უკვე როგორც კი შემოყავთ ცხვირს, უკვე ხვდები რომ იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგედგინა. დიდი მადლობა თუ ესეთია ნამდვილად. მადლობა თქვენ.